ჯიგრებმა ახალი კანონით ხო შეგვიზღუდეს 4 სანტიმეტრზე დანისპირი. ხო და ეხლა შევამოწმოთ რა შეუძლია 4 სანტიმეტრიან დანას. დავიწყოთ ყველაზე მარტივით, ეს არის ხორცის ნაჭერი და ვცადოთ რამდენად გამოსადეგია ხორცის დასაჭრელად, როდესაც სხვა გზა არ გაქვს და გზღუდავენ 4 სანტიმეტრით. შვენივრად გამოვიდა. შემდეგ იყოს ვაშლი. ვაშლი გაუჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ ზომის ამბავში მთლიანად ვერ გადაჭრის, მაგრამ მაინც ვცადოთ და გაჭრას. ერთი წრეუნა დაარტყა და მერე შესაძლებელია უკვე გაჭრა. მირთმევისთვის კაი ზომაა. საჭმლის მერე შეგვიძლია გადავიდეთ ცოტა უფრო მძიმე სამუშაოზე, როგორიც არის მაგალითად გათლა. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ლესულობას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეორე არის ერგონომიკა, ანუ კარგი 4 სანტიმეტრიანია პირი, მაგრამ როგორ დაიჭერ ხელში, ან როგორ მოყვება ტარი, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. რეალურად ეს ახლა თუ ცერი არ მიაყოლეოთ, ან ორივე, ცოტა უჭირს გათლა. იმის და მიუხედავად, რომ მაინც აღანაც შეამჩნევდით, რომ ლესავდი და კარგადაა ალესილი. ამზომის დანა ასევე შესაძლებელია გამოიყენო პატარა მილების გადასაჭრელად, რეზინის სამწუხაროდ ვერ ვიშოვე და ვიპოვე ესეთი პლასტმასის მილაკია, რომელიც გადაჭრასაც ახლა ვეცდები და მარტივად, easy peasy. ბოლოს კი შეგვიძლია ტყავზე გამოვცადოთ. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, რომ მოინდომებ გაჭირვებისას, საკმაოდ გამოსადეგია 4 სანტიმეტრიც. თავარია, რამე არ დაარქვათ თავში და ესეც არ აგვიკრძალო. დანარჩენს როგორღაც მივხედავთ. მადლობა.